მშვიდობა ყველას უცნობს, ნაცნობს, ახლობელ შორეულს. მეც მინდა იმათ მივემსგავსო, მივბაძო დაწყებული მოციქულებიდან, დაწყებული ქრისტეს მორწმუნეებიდან, რომლებიც ყოველთვის ლაპარაკობდნენ თუ რა მოახდინა უფალმა მათ ცხოვრებაში. მე ვარ ალბათ თუ ვინც მიცნობთ, არ მიცნობთ, არ აქვს მნიშვნელობა, კახავარქებურიას ზუგდიდიდან და მე მინდა ჩემი დამოწმება დავიწყო უფრო მეტად სათაურებით გავუკეთო წინა სიტყვაობა სახარების მუხლებიდან, რომელიც არის მოცემული მარკოზის მეხუთე თავში. იესომ რო უთხრა ერთ შეპყრობილს, რომელსაც ჯაჭვებით ბორკავდნენ, იგი წყვეტდა სამარხებში იმალებოდა, შეპყრობილი ლეგიონი ყავდა, ბოროტისულებით სავსე იყო ეს პიროვნება, საიდანაც უფალმა გამოდევნა, გაანთავისუფლა ეს პიროვნება და რომელმაც შემდეგ თხოვა, რომ ასე მიმართა მას ნება დამფრთე, რომ გამოკვლევა, ხოლო უფალმა უთხრა, აი ეს მუხლები. მარკოზის სახარების მე-18 მუხლიდან დავიწყებ და როდესაც ადიოდა, ესე იგი იესო ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ მასთან ყოფილიყო, რომ გაყოლოდა იესოს. მაგრამ უფალი ეუბნება, ნება არ დართო მას, არამედ ეუბნება, წადი შენ სახლში, შენიანებთან და მოუყევი მათ, რა გაგიკეთა უფალმა და რაოდენ შეგიწყალა. აი ეს შეიძლება ვიღაცა მართლა არ იყოს ინდეს ეს შემყრობილი, როგორც ეს პიროვნება იყო. შეიძლება ვიღაცას ბუკვალურად აი ნარუშნიკებს და ჯაჭვებს აკრავდი, მაგრამ ის ყოველნაირ რაღაცნაირად ცხოვრებით არის შებორკილი, რაღაც ავამტყოფობით არის შებორკილი, რაღაც ავამტყოფობა ჭირს. ან განუკურნებელი სენი, ან ხასიათი აქვს იმისთანა, რომც არ უნდოდეს მოყვას აწყენს, ატკენს, ვინც უყვარს იმას, რაღაც სხვა ძალას გრძნობს თავში, რომელსაც ვერ ერევა და არ იცის. მაგრამ იესო გვიცხადებს, რომ ეს არის ყოველთვის ბოროტი ძალები, სულიერი სამყარო შემოდის მოქმედებაში და ადამიანს აიძულებს გააკეთოს არა ის, რას უნდა და პავლე ამბობს ამაზე, იმას ვაკეთებ, რას არ მინდა. ეს არის ცოდვა ადამიანში და აი ზუსტად მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აი ეს გააკეთა უფალმა ჩემს ცხოვრებაში და მოვყევი რამოდენიმე სიტყვით. დავიწყოთ იქიდან, რომ პატარაობიდანვე ძალიან ავანტყოფი ვიყავი, გავიზარდე დედის ერთა, მამა ჩემი სულ ციხეში შვიდჯერ იყო ნაციხარი, მოკლედ ფაქტიურად დედაჩემის ხელში გავიზარდე და ქალაქის ცენტრში ვიზრდებოდი და იმის ანაწრეში ვიზრდებოდი, სადაც ქურდული გაგება იყო სწორი, სადაც იმ ვიზრდებოდი იმისანა გარემოში, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს მომავალ ცხოვრებაში. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის პატარაობიდან ვიყავი ძალიან ავამტყოფი, ცალითერგმელი იყო ჩემი გაჩერებული არ მუშაობდა, მეორეც ჩერდებოდა, მქონდა ნეფრიტი, ნეფროზი, ერთი თერგმელი გაჩერებული იყო, ყოველ კვირას სამავამტყოფოში ვიყავი, იქ მქონდა დაჟე პალატაც, თითქოს იქ ახლობელი ნათესავი ექიმი მუშაობდა, შალვაჭი თანავა თუ იცით, ზუგდიდის უროლოგიაში მოღვაწეობდა ეს პროფესორი, ეს ექიმი და ყოველი კვირა, რაც მახსოვს ახლა მე სადღაც მახსოვს 10 წლიდან სულ თირკმლების ტკივილი, პრისტუპები და ყოველთვის მორფი და პრომიდოლის ქვეშ ვყავდით. სადღაც 20 წლამდე, 20-21 წლამდე.
ხო და რა გასაკვირია, ჯერ კაცი ყოფეს ეჩვევა და ყოფის უბნისად არ შეუძლია აღდგომაც, დაწოლაც, მით უმეტეს აი ამ ნარკოტიკების ქვეშ მე იმას მოყვა სხვა რაღაცა, ხო და ჩემი ცხოვრება სასმელიც, მოსაწევიც, საქართველოში ფაქტიურად ორჯერაც ვიყავი ნასამართლები, ერთი რუსეთში, ერთი საქართველოში. ჩემი ცხოვრება იყო სხვანაირი. იმ გაგებით, რომელ გაგებაშიას მე გავიზარდე ქუჩაში. ამ ხანაგების ყავდა ბევრი, საყვარლები, დღემდე ზოგიერთები კიდევ რამოდენიმე კიდევ არის ღვთისყალობის ცოცხლები, უმეტესი წილი გარდაიცვალნენ, გავიდნენ ამ ქვეყნიდან. ხო და ამ ხანაგებში ლაპარაკობდნენ, ხუმრობდნენ. ხო იცით, ყოველ ხუმრობაში სიმართლე დევს, ყველა ამბობდნენ, პირველი კახა მოგდება, მერე ის, იმიტომ მოგდებოდი, რომ ავამტყოფი ვიყავი, იმათაც იცოდნენ ჩემი ავამტყოფობა. და ის მინდა რომ როცა მოვიდა 21 წლის გავხდი, აი მაშინ რაღაც დამეწყო წყურვილი და სრული გამიშთა ღმერთის ძიების. ყოველთვის მწამდა მე რომ ღმერთი არსებობდა. როგორც თქვენ, ყოველთვის როცა შავ საქმეზე, ცუდ საქმეზე მივდიოდით, ხან ქუჩაში დავიჩოქებდით, პირჯვარს გადავისახავდით, გადავიწერდით, ღმერთო, შენი ცია ხო დაგვეხმარე ამ საქმეში, ჩვენ როგორც ვიცოდით, ისე ვაკეთებდით. ჩვენ გვეგონა რომ ღმერთი გვწამდა. თუმცა ყოველთვის კამერებში, ციხეებში, ყოველთვის ლოცულობდით, ძალიან ხშირად მე მაგალითად მიმართლებდა და ძალიან მიკვირდა კიდევაც. მაგრამ ისე მოხდა რომ დამეწყო წყურვილი და სრული ღმერთის ძიების. რაღაც მომინდა ღმერთი, აი როგორც შიერგარს მოენატრება პური, წყურვალს წყალი, აი ასე. და მე შემეშინდა, მე ვთქვი, ხო არ გადავიწია, ხო ცუდად ხო არა ვარ, გონება ხო არ შემერყა ამდენი ცემატყებით მილიციისაგან, მაგრამ რო ვაკვირდებოდი ჩემს სიტყვებს, აქციელს, ჩემს აზროვნებას, სხვა პატიმრების ვადარებდი სხვების აზროვნებას, უფრო მეტად მშვიდდებოდი, რომ რაღაც არანორმალური არაფერი არ მეტყებოდა იმის გარდა, რომ ღმერთი მინდოდა, მაინტერესებდა. ყოველთვის სესარს შევყურებდი, ვარსკვლავებს, არის ვინმე, ვინ გააჩინას ყველაფერი. ხო და იქ ზონაში, ციხეში, როცა სასჯელს ვიხდიდი წოდების პირველ ზონაში, იქ იჯდნენ ვიღაც კრიშნაიდები. და ამ კრიშნაიდებისგან მოვისმინე, რაღაც მომეწონა, მათი მანტრა, ლოცვა, ხო და ვირწმუნე. იმიტომ რომ ჩემთვის არავის არ უქადაგია იესო. რომ იესო მოგდა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისათვის, იესო გაეკრა შენი ცოდვებისათვის, შენ თავისუფალი ხარ, იესო არის მკურნალი დღესაც, გუშინ დღეს უკუნისამდე ქრისტე იგივე, მე არასოდეს არ მომისმენი არავისგან. თუნდაც რამდენჯერმე, როცა ტაძარში დავდიოდით, მე და დედაჩემი დავყავდათ ცხვრები, ჩემს გამოწირავდა დედაჩემი, რომ უფრო მოვჭკვიანებული ყავი, მაგრამ რაც უფრო სწირავდა დედაჩემი ამ ცხვრებს, მით უფრო უარესი ხდებოდი. ხო და როცა ვირწმუნეს, გამოვედი ამ კრიშნის წიგნებით, ლიტერატურით და შევხვდი ერთ მეზობელს. მეზობელს გოდიდა პადიეზდით, თემურის და თემური მეუბნება ჩემი მეზობელი, კახა რა გიქნესო, ქრისტიანი იყავდოთ, კრიშნაიდა როგორ იქეცი მეუთხარი, არა კაცო. მეუთხარი, ყველა რელიგია ღმერთისგან მიდის, ეს ასია, დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში. გამოტანილი მქონდა იქიდან ლიტერატურაც, ხატიც, ხო და აი რა ღმერთმა რა დამელაპარაკა ამ ადამიანისაგან. რომ ნახა რომ ჩემთან უკვე ვერაფერს ვერ აწყობს, უკვე ჩემს იმაზე დგევარ
პოზიციაზე და არ ვთმობ, ასეთი რაღაცა მითხრა მან. კახავ როცა გავალა მე ახლა აქედან, შენი სახლიდან, ჩაკეტეო კარი, რომ თავისუფლად იგზნო თავი და მოხსე დადექიო, მოიშოროს კრიშნას ხატი, გადაწიო განზე, დაბლა დააყენეო და მიმართეო უცნობ ღმერთს და მიახლოებით ასე ილო მიმართეო მას. ღმერთო, მე არ ვიცი შენ ვინ ხარ. ქრისტე ხარ, ბუდა ხარ, კრიშნა ხარ, ალახი ხარ, ვინ ხარ. მე მოგმართავ შენ უცნობო ღმერთო, რომელმაც შექმნით სადა მიწა. გთხოვ, გამომეცხადო. ვინ ხარ? მანახე შენი თავი. და გირწმუნებ. გამოყვები სიცოცხლის ბოლომდე. აი ეს სიტყვები მითხრა ამ კაცმა. და როგორც ქართულად, მეგრულად, მეზობლურად ერთმანეთი გადავკოცდეთ, ის წავიდა ჩამიჯდა ტვინში და დავკედე კარი, რომ არავინ არც მეზობელი, არც არავინ არ შემოსულიყო, რომ არ ვინახე მუხლებზე დაჩუქილი და ზუსტად იგივე სიტყვები გავიმეორე. და როცა ავდექი მუხლებიდან, არც კი ვფიქრობდი მე, რამე პასუხს მივიღებდი. უბრალოდ რაც მომაწვა, რაც სიმართლედ მეგონა, ის ვთქვი და ლოცვის წინ ეს კრიშნას ხატი და სურათი რომ მქონდა, ეს გადავწია იქით. თუმცა მისი აყენება არც დამჭირებია, მე რაღაც გამახსენდა და წავედი და იმ ღამეს დამესიზრა ამისანა სიზმარი. თითქოს ჩვენი ბინის წინ იყო დიდი ბულვარია იქ და ბულვარში ვდგევართ ჩემ ამხანაგებთან ერთად და მოხდა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა. რაღაც განათ და გაბრწყინდა ცა, სხვადასხვანაირი ფერებით, ყველა მხრიდან წამოვიდნენ ანგელოზები, რაღაც ცაში გააკეთეს წრე შეკრეს, ყველა მხრიდან რომ შეიკრიბნენ, ეს წრე დატოვეს და ამ წრეში გაბრწყინდა და გამოჩნდა უფალი იესო. და ეს ამ პიროვნებისაგან ვიცოდი, რომ სანამ უფალი მოვიდოდა, უნდა ადამიანს უნდა მოესწრო მონანიება. და მე ვიფიქრე, ეგება და მოვასწრო მეთქი და დავეცი. და ვიწყე პატიება ბოდიში მონანიება, მაგრამ ამ ხანაგებმა მეთქეს რასაკეთებ და მე უთხარი, აიხედე ზევით, უფალი იესო მოვიდა. დამთავრდა მეთქი ჩვენი ამბავი. ეგება და მოვასწროთ ბიჭებო, მოვინანიოთ. და ამიწყეს დაცინვა, ალბათ რაღაც ზედმეტი მოვიდაო და გამომიღვიძა. ეს იყო პირველი შეხება ჩემი. ნახე და გამახსენდა, მე ხო ვილოცე, მანახე ვინ ხარ. კრიშნა ხარ, ბუდა ხარ, ალახი ხარ, ქრისტე ხარ. ვა, დიდება შენ საუფალო. ოკეი, კარგი. ქრისტეა უფალი. მაგრამ აკიდო გაჩნდა დიდი პრობლემა. საწავიდე. ყველგან დადიოდნენ ეს იეჰოვას მოწმეებიც, რომ დადიან ადამიანები, ესენი დაქონდათ ბიბლიები, ეს გამახსენდა ვიღაც კიდე კათოლიკეები, გამახსენდა კიდე მართლმადიდებლები, რა თქმა უნდა, და ეს პიროვნებაც, რომელიც ჩემი მეზობელი თემური, რომელიც დადიოდა სახარებისეულ ეკლესიაში, ევანგელისტურ ეკლესიაში. მაგრამ იქ არ მინდოდა. და მე გადამწყვიტე, რახანზე ერთხელ მიპასუხა უფალმა, კიდევ ცდი მეთქი და ვთხოვე ღმერთს. ხო, არა, როცა ეს სიზმარი ვნახე, გამახსენდა ყველაფერი, ავიღე ეს კრიშნას ხატი, მეოთხე სართულიდან გადავაგდე და თვალი გავაყოლი, როგორც დავარდა და რომელიღაცა მანქანამ გადაურია ერთმა, მეორე, მესამემ და იმ ხატისაგან არაფერი არ დარჩა, ნაფლეთები დააქუცმას ეს. დანარჩენი ლიტერატურა ნაგავში გადავყარე, ასე გამთავისუფლდი ამ ბროდი სულიერი რელიგიისაგან, მაგრამ ქრისტიანობის წინაშე წარვდექი, რომელიც სად. როცა ვილოცე, სიზმარში იგივე მომეცა, 100%-იანი პასუხი მივიღე, საწარსულიყავი. აი, იქ წავედი, იქ მე გავიგე, საწარსულიყავი უნდა. ხო და ერთ დღეს როცა უკვე
მივედი, პირველად წავედი სახარებისეულ ქრისტიანთა კრებულში სოხუმში იქ ერთი წყემსი იყო, ეკლესიის წყემსი აკაკი თავადოვიჩი იყო, იმან მაჩუკა ახალი ახმა, რომელიც იმ კაცმაც გადადგა დიდი ნაბიჯი, ვინაიდან მე რო ყოფილიყავი სხვა ან ვინმე მოგზავნილი, შემეძლო ეს კაცი ამ კაცისთვის მეჩვლა და 5 წელიც ციხე ემოქრებოდა. ლიტერატურის გავრცელებისათვის იყო მის რაღაცა. წავიკითხე ეს სახარება, მეორე კვირას ზუგდიდი 60 სახლში წავედით ამ პიროვნება თემურისთან ერთად და იქ მოხდა ჩემი მონანიება. ღმერთს გავუხსენი გული, ვუთხარი ღმერთო, ცოდვილი ვარ. არც კი ვიცი მეთქი საიდან დავიწყო. ყველაფერი საშინელება არის. არც ერთი ყველაფერი ერთმანეთზე უარესი. ხო და ამივარდა ტირილი, რომელიც ეს იყო ჩემთვის სასირცხვილო, მუხლებზე დგომაც, მაგრამ იქ რაღაც დამემართა მე. რაღაც თითქოს რაღაცისგან განთავისუფლდი, რაღაცისგან რაღაც ამოვიდა და როცა დავამთავრე, ბოდიში უთხარი ღმერთს პატიება ვთხოვე, მოვინანი და როცა მუხლებიდან წამოვიდექი, მე სხვა ადამიანი ვიყავი. იგივე ხორცი შემრჩა, იგივე ნაკოლკებიანი სხეული დამრჩა. იგივე დაჭრილ მოჭრილი სხეული შემრჩა, მაგრამ გული და სული იყო სხვა. ფერებიც როცა გავედი ეზოში, ამ 60 სახლიდან ფერები იყო სხვანაირი, ჩიტების წვენენ გალობდნენ სხვანაირად, ადამიანები ყველა ჩახოდება მომინდა, ყველასთან პატიება მომინდა და მეთქი რა დამემართა კაცო. და ვეწეოდი სიგარეტს კი არა, ჭამდი სიგარეტს. და ამისთანაირებს და მე-11 დღეს შენიშნე რომ რაღაცა მაკლდა, რაღაცა მაკლია და შენიშნე რომ სიგარეტი მიმიტოვებია 11 დღეა თუ მე არ ვიძევი სიგარეტს, არ ვიგინები და უბრალოდ ჩასმა დავიწყე. მანამდე უნდა ჩაგესვა უნდა რაღაც ცვირიანები, უფრო მეტად top ტანსაცმელი, მაგრამ ბრენდი, მაგრამ ჩემი გული არ იყო ამაზე. უფრო უბრალოდ ტანსაცმელები, ძველი ტანსაცმელები გამოვიტანე, ჩავიცი, ძველი დახეული კი არა კაცო, ნორმალური სულდა, მაგრამ ხო და შემდეგ გამახსენდა, ვის რა მოპარე, ვის რა წავგლიჯე, ვის რა გამოვტყუე. დავიწყე მუშაობა. ამოვიდექი ვიღაც სახლის მშენებელს, რომელიც მე უნდა ამიზილა ცემენტი და ვედრებით უნდა მეტარებინა. ხო და დაგავიწყებათ, რომ მე საერთერკმელი რომ მქონდა, 9 ვედროს ვერ წევდი წყალს. და როცა მივედი, 2 ვედრო ცემენტით სავსე, 2 ვედრო რო ავსი, გამიკვირდა და დავდები. მეთქი მე მგონი ცემენტი უფრო მძიმეა ვიდრე წყალი. ავწი ერთი, არაფერს აქვს, ავწი მეორე. დავიწყე მუშაობა და თან მიკვირს როგორ რა მოხდა ჩემში. და არა და ყოველი კვირა, ყოველი თვე ეს გამორიცხული იყო ყოველ თვეში ერთხელ პრისტუპები, 24 საათის ტკივილები, მორფი პრომიტელი და უყურები ერთი თვე გავიდა, არ არის ეს პრისტუპები, 2 თვე გავიდა, 3 თვე და შევიკითხე მე ამ პიროვნებას. ზოგადად მეთქი, რა არის რაღაც რო არ მტკივა, რო არ მოდის ეს პრისტუპები, რა ხდება მეთქი. ალბათ გამკურნა უფალმა და რატო ეძებო. აი იმ დღის შემდეგ უფალი აგერ მოსმე იმ დღის შემდეგ ერთხელაც მე პრისტუპი ტკივილი არ დამჭირებია. ერთი რას პრობლემა მქონდა ყოველთვის, ეს იყო კბილი. დანარჩენი გამკურნა უფალმა. ეს მეც ვამოწმებ, რაც ამ ღადარინელს,
ამ შეპყრობილს უთხრა იესომ, რომელსაც ლეგიონი ყავდა, რამოდენიმე ლეგიონი შეპყრობილი იყო. ვერაფერი ვერ აკავებდა ამ კაცს, სამარხეებში ცხოვრობდა. ძალიან მგავდი ამ კაცს მე. და ამ კაცს როცა განდევნა მისგან ეს ბოროტეს სულები, უკვე ნორმალურად აზე მოვიდა, ეუბნება იესო. წადი შენ სახლში. შენიანებთან, შენს მეგობრებთან, ძმაკაცებთან, ახლობლებთან, ყველას მოუყევი, რა გაგიკეთა უფალმა. ვინაიდან ბიბლია ამბობს, იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა. არ დაიჯერათ, რომ იესო ამას აკეთებდა წინად, ეხლა დამთავრდა. არა. ქრისტე იესო გასულ საუკუნეში, 20 საუკუნის უკან, მაშინაც, ეხლაც და უკუნისამდე იგი ჩვენი ღმერთი არ იცვლება. იგი არის სიყვარული, იგი არის პატიებელი და შემდეგ დავიწყე ძებნა ვინც მახსოვდა, ვისი მისამართიც ვიცოდი, ამ სამსახურით, ამ სამუშაოთი შევაგროვე ფული და წავედი და რაც ვინც მახსოვდა, ყველას დაუბრუნე თავისი ფული, ვეუბნებოდი ხო გახსოვს იქ რაღაც დაგეკარგა, იქ რაღაც თვითონ და ამოგივარდა, იქ გაქრა, ეს ვიყავი მე, მაპატიეთ, ან და ვიღაცას მე რომ მოგიგე შენ რაღაცა და ეშმაკურად წაგართვი, უკან გიბრუნებ იმის საფასურს, ხალხი გაგვირებული იყო და ვეუბნებოდი, იმიდან კი არა მე რაღაც აიმართა. მე უფალი იესო ვირწმუნე. მე მოვინანიე, მე ახალი პიროვნება ვარ. შეგიძლიათ ცემოთ, რაც გინდა ეს მიყოთ. მე არა ვარ ის ცუდი, ჭამელი. ხო და ასე შესვალა უფალმა ჩემი ცხოვრება. ამიტომ შეიძლება ბევრი კიდევ რამე ძალიან ვეცადე, ძალიან მოკლედ მეთქვა და უფალი იესო ქრისტე ეცხადება იმას, ვინც მოუხმობს. წერია სახარებაში, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მე არ ვიცნობდი უფალს ვინ იყო მოუხმე. მიპასუხა, მე არ ვიცოდი საწასული ვიყავი. თხოვე უფალს, გამიხსნა, დღემდე ვკითხულობ ამ ახალ აღთქმას. ბიბლიას მაქვს. ეს არის ერთმა მაჩუკა მერტმა მორწმუნე, ერთი ალბათ 30 წლის უკან, სამახსოვროდ ხელი და ბიბლია. ასე რომ ყოველთვის ვცდილობ ამ ხელიდან არ გავუშვა ჩემი სახარება, ვკითხულობ, მაცოცხლებს, მაძლიერებს, შემდეგ უფალმა მომნათლა სულიწმინდით, აღრუსეს სულიწმინდით და ღმერთს ვადგები იმდენად, რამდენადაც მე მას თავს ვაძლევ. ამიტომ ყველას გესურვებთ. უფალი მოძებნოთ, მოუხმეთ მას. ვინაიდან პავლე ამ მოციქული ამბობს, ვინაიდან არ არისო იგი შორს ჩვენგანისაგან. ღმერთს უნდა რომ ყველა ადამიანმა უფალს მოუხმოს. ღმერთი არ არის შორს. ყველაზე უფრო ახლოს ვინც არის, ეს არის უფალი. ამიტომ მე განათლებაც არ მაქვს მუსიკალური, მეგობრებმაც იციან, სამაუჩქა ვარ, რაც დავიმახსოვრე იმას უკრავ და ერთს ვიგალოვებდი. საგალობელი არის მონანიებაზე. ვინაიდან იესო ქრისტემ თქვა, პირველად რას ქრისტემ სიტყვები თქვა, რომ გამოეცხადა ისრაელს, მას არ თქვა გამარჯობა, ჰელო და რაღაცები, მან უთხრა, მოინანიეთ. პირველი სიტყვები, რაც იესოს ბაგებიდან გამოვიდა, ეს იყო პირველი სიტყვა, მოინანიეთ. და შემდეგ იწამეთ სახარება. მე დარწმუნებული ვარ, რას დრო გადის, რომ შეიძლება კაცმა სახარება წაიკითხოს, იცოდეს ზეპირად. ვეფხისტყაოსანივით არიან ხალხი, თავიდან ბოლომდე იციან ზეპირად. ასევე შეიძლება კაცმა იცოდეს, მაგრამ ვერ ირწმუნებს. რწმენა და ცოდნა ეს სულ სხვადასხვა სფეროა.
და კაცმა რომ ირწმუნოს სახარება, მას ჭირდება პირველი მონანიება. თუ მოუნანიებელი გულით კითხულობს ადამიანი, ის ვერაფერს ვერ გაიგებს. ის კითხულობს სხვის წერილს. ვერ გაიგებს და დააგდებს. ხოლო ვინც შემოსრული გულით, მონანიებული გულით მიმართავს უფალს და უფალი განწმენს მის გულს, ახალ გულს მისცემს, სულიწმინდა ჩაესახება მასში, მერე გებულობს, იმიტომ რომ ავტორი უხსნის სულიწმინდა რას ნიშნავს ესა თუ ის ადგილი ან ესა თუ ის სიტყვა და იესო ქრისტეს აზრი. კარგით, ვეცდები ახლა ერთ საგალობელს ვეცდები, ჩემი რაც მაქვს იმას ვიძლები, როგორც ვიცი, ისევ გალობ. ამ საგალობელს ქვია მონანიება. უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ეს ჩემი გული შენს გულს მიება, შენ დამიფარე ბოროტებისგან, ისმინე ჩემი მონანიება. გულით მწამამა შენ გამოგზავნა, ბოროტებისგან გამოგეხსენი, ჩემი გულისთვის ჯვარზე დგაეკა, რომ მომაშორო ცოდვილისენი, მუხლის მოდრეგი შენთან მოვედი, მე შემგეზებდი ჩემი დღენია, თხომაპატიო ყველა ცოდვები, ოდეს მე რაც კი ჩამიდენია, მე მოვიტანე ჩემი ცოდვები, შენს ფეხების ქვეშ მინდა დავაგდო, გთხოვ გეხვეწები, გემუდარები, შენი მკურნალი ხელი დამადო, გამწმინდეყო ცოდვებისაგან და შემარიგე ჩემს მამა ღმერთთან, და საბამიდან ხილულუხილა, ცის და სამყაროს ყოვლის შემქმნელთან, მინდა უფალო გადაგიხადო, ყველაფრისათვის გულით მადლობა, მიღე ჩემი მონანიება და მომანიჭე შენში ნათლობა. უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ. იესო ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. უფალმა გაკურთხოთ. მომავალ შეხვედრამდე.